გამარჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები მოიტაცეს ჩქარა გადავარჩინოთ ანგი ვერაფერი ვერ გავიგე ვინ უნდა გადავარჩინოთ ვინ მოიტაცეს თორი მოიტაცეს ქალაქში წაიყვანეს აი ასე მოხდა ეს ადგილი არ მიყვარს გზატკეცილი სულ ახლოსაა ხალხმა რომ დაგვინახოს შეხედე გამარჯობა მე თორი მქვია შენ აქ როგორ მოხვდი ნამდვილი არ არის გაფერადებული ფიგურაა სად არის ვერ ხედავ აი არის ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ თორს მანქანად გადაქცევა მოესწრო მაგრამ ხალხმა დაინახა და ისიც ადგილზე გაშეშდა მე რაღაც ვერ გავიგე გადაცემა რა შუაშია დო საქმე ისაა რომ თორის ხვაში შეეშალათ ხელოვნურ დინოზავრში ქალაქში გასართობ პარკს ხსნიან და იქ სხვადასხვა ფიგურა მიჰქონდათ ერთ-ერთი სატვირთოდან გადმოვარდა და ახლა თორი მის მაგივრად გასაგებია უნდა გადავარჩინოთ პარკში წავიდეთ ტურბოზავრებო წინ ჩვენ წავალთ, ნახავთ რა ხდება, თქვენ კი პარკთან დაგველოდეთ. რატომღაც აგვიანებენ? რაღაც ნამდვილ დინოზავრს არ გავს. საერთოდ არ გავს. აქ არის. თქვენს გახსნაზე მოხვდით? აქ ბევრი არაფერია სანახავი. დინოზავრებს აქვბერდნენ ისინი კი საერთოდ არ არიან საშიშები. არც ეს. არც ისინი. ადამიანები არიან დინოზავრების კოსტიუმებში გამოწყობილი. წავედით აქედან. მიშველეთ. თელი ტანი მტკივა და სადილი გამოვტოვე. მოძრაობა შეგიძლია? არ შემიძლია. ცემენტით დამამაგრეს. შეუძლებელი არაფერია. გეგმა მაქვს. პარკი აქ არის? ჩვენ აქ ვართ. ანკი, შეგიძლიათ რაკიასტიო და ჰაერით ისე გადაიტანო, რომ თორი პოსტამენტიდან ჩამოხსნა. რა თქმა უნდა. მაშინ გადაწყვეტილია, როცა დაღამდება, თორს გავათავისუფლებთ და მის მაგივრად დინოზავრის ფიგურას დავდგამთ. ჯერ უნდა ვიპოვოთ და მოვიტანოთ. მე ვიცი სად დგას. შემიძლია იქ მიგიყვანოთ. ანკი, შენ რა დაგავიწყდა სად არის დინოზავრი? არ დამივიწყებია. უბრალოდ ადგილი ვერ დავიმახსოვრე. ჯუმად, აქ ვიღაც მოდის. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ამ ტყეში რაღაც ხდებოდა. ახლა კი ნამდვილად ვიცი. აქ დინოზავრები ცხოვრობენ. მაგრამ ეს დინოზავრი არ არის, უბრალოდ ფიგურაა, სტეპენ პეტროვიჩ. ესე იგი ფიგურაა? მე კი მეგონა
მოედანი გაასწორე ანკისთვის. როცა მზად იქნება, ანკი ტრაკს პარკში გადაიტანს. ტრაკ შენ თორს გაათავისუფლებ. მერე ანკი პარკში ორეულს გადაიტანს. შენ მას პოსტამენტზე დადგამ. ბოლოს ანკი შენ და თორს უკან გადმოგიყვანთ. ტურბოზავრებო, წინ! მე ეს პარკი მომეწონა. ვფიქრობ კიდევ ესტუმრები. ოღონდ უჩემოთ. ისიც საკმარისია, რომ აქ ექსპონატი ვიყავი. გმადლობთ, მეგობრებო. გადამარჩინეთ. გზავრობა ბებიასთან ერთად. ფედერალური გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, ამის გამო ყველა გზა გადატვირთულია. კარგი რა. ბებია, რა მოხდა? კბილი ამტკიბდა. სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე. ავტობუსზე დამაგვიანდა, გზებზე კი საცობებია, ახლა ვეღარ სადაც ვერ წავალ. ბები, არ ინერვიულო, ექიმთან მისვლას მივასწრებთ. შესანიშნავია. ძალიან კარგია. ახლა უარესია. მაინც კარგია. ძალიან ნიჭიერი ხარ. ჩვენს ბებიას დახმარება სჭირდება. სასწრაფოდ ქალაქში უნდა წავიყვანოთ ექიმთან. სწრაფად მივიყვანთ და კომფორტულად. თქვენი მფრინავი ნავიგატორი ყოველთვის მზად არის. ეს როგორ ხდება? ქალაქში მიდიხართ? გასაგებია. და მანქანას ვინ წაიყვანს? მართლა, მანქანას ვინ წაიყვანს? არ ინერვიულო, ბებია, მანქანა თავისით იმართება. რას არ მოიფიქრებენ? არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ მე გამომყევით. კარგი რა, და შენ ხარ მზვერავი? არანაირი პრობლემა არ იქნება. შესახვევიდან არ ჩანდა. არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ დახმარება გვჭირდება. ხომ გითხარით, საგზაო სამუშაოები, საცობები, კბილი. არ ინერვიულო, ბებია. ახლა ყველაფერი მოგვარდება. ჩამოდი, ჩამოვარდები. პრობლემა გვაქვს. საცობებია, გზაზე ორმოა, ბებიას კბილის ტკივა. მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბულ, შენ ქვიშას ჩამოყრი, თორ, შენ კი თხრილს გათხრი. ტრაკ, შენ გზიდან ამ მილებს მოაშორებ და თხრილში ჩადებ. ანკი, შენ მილებზე ბეტონის საფარი უნდა გააკეთო. დავიწყეთ.
წინ! არა. აი ეს მომწონს. ვაშა! წინ! შესანიშნავი მანქანა. ბავშვებო, ეს ჩემი საფირმო თაფლის ტორტია. ვაშა! რა საინტერესოდ ვიმოგზაურეთ კბილის ექიმთან? და კბილიც აღარ მტკივა. რა საყვარელი ვარდისფერი მანქანა იყო. ალო, ავტოფარეხია? ხვალ თვითმართვადი ტაქსი გამომიგზავნეთ. ვარდისფერი. რა თქვი? რა? ეს რა არის? კატამ SMS-ი მოგწერა, გახსენი? ეს ვინ არის? და ენას რატომ მიყობს? ბებია, სმაილია. სიტყვების მაგივრად იყენებენ, შეხედე? კატამ მოგწერა, რომ კარგ ხასიათზეა. კიდევ ენა გამოგიყო. ვუპასუხოთ? აუცილებლად. აბა, სად არის აქ ეს სმაილები? კი, მაგრამ ბებია, ენას რატომ მიყობ? შენ რატომ მიყობ ენას? მან პირველმა დაიწყო. ახლა აღარც დავრეკავ, აღარც დავწერ, სმაილებს დავხატავ. მართლა. საგზაო სამსახურს ეს დიდი ხნის წინ უნდა აეღო. აი ასე, წვეთავს უნდა შეკეთდეს. აი ასე. უნდა შეიღებოს, ხე უნდა ამოირწყას. ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს სმაილები. ცხელა. ტბაზე წავიდეთ. ტურბოზავრებო, წინ! ადი მოუაროთ. შეჩერდით, აიცადეთ. ეს რა არის? რაღაც ნახატებია ქვებზე. გუშინაკ არაფერი არ ყოფილა? იქნებ წერილია. წერილში კი წერია, რომ მიწა უნდა გავთხაროთ და ქვები გადავაადგილოთ? რა იყო? იქნებ ვინმეს უნდა, რომ ეს ქვები ამოვთხაროთ და გზიდან მოვაშოროთ. ეგ ვინმე ვინ არის? აი მისი ხელმოწერა, გატეხილი ჰანტელია. ალბათ ვიღაც ძალოსანია. ფიქრობს, რომ ამ ქვების ამოთხრას ვერ შევძლებთ. და შევძლებთ? კი, შევძლებთ. ჩაუშვი? ასია. ახლა სადმე უნდა დავაწყოთ? იქნებ ტბაზე წავიღოთ. ამ ქვებიდან გადმოვხტები ხოლმე. მეც. ისე წერილია და საიდუმლო ნახატები. ნიჩბიანი კაცია. უნდა გავთხაროთ? ამას ცოცხი უჭირავს? იქით უნდა წავიდეთ. შემომხედეთ. ახლა მებაღე ვარ. შეჩერდი, ფესვები, მიწაში მეორე მხრიდან ჩადე. მზად არის.
დავამთავრეთ. არ უნდა მორწყათ? ახლავე. აი ასე. ყველა დავალება შესრულებულია. სასარგებლო ნიშნები ყოფილა. ბებიამ ნახატი გამოგზავნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უნდა გავამარგლოთ. და ხელმოწერა 2 ბალი. კარგი, გატეხილი ჰანტელი, ბალი, იქნებ. სათვალე. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. სხვისი სამუშაო შევასრულეთ. ეს რა არის? დეკორაციებია? საწასულ ხართ, პეჭა. დინოზავრები? კარგი, ვნახოთ. რუჯი თანაბრად უნდა განაწილდეს ტანზე. მზეს მიფარავ ტრაკ. და ქვიშის მეტი არაფერი არ ნაწილდება. გიფარავ? მზეს? ტრაკ, მზეს ნუყურებ. და გავიწყდა წინა ჯერზე რა მოხდა. რა მოხდა წინა ჯერზე? გამარჯობა, დღეს მშვენიერი ამინდია რა? კარგი იქნებოდა ჩაგვაყვინთა. წოდია რომ ჩასაყვინთი კოშკურა არ გვაქვს. მაშინ სამაშველო კოშკურაც დაგჭირდება, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. მოდი მე ვიქნები მაშველი. კოშკურაზე ვიდგები და უცებ გავიგონებ. მიშველეთ. მე კი ვეტყვი, პანიკას ნუ აყვებით, დახმარება გზაშია. მაშველი, რომელსაც თვითონ სჭირდება შველა. ყოველთვის დაწოლილ მდგომარეობაში ვიწყებ დახმარების აღმოჩენას. გადაწყვეტილია. მოდი 2 კოშკურა ავაგოთ. ერთი ჩასაყვინთად, მეორე სამაშველოდ. ოღონდ კარგად უნდა ავაგოთ. შემდეგ აქ ხომ ქალაქიდან ჩამოვლენ დამსვენებლები. და ყველას გადავარჩენ. რისგან უნდა ავაგოთ კოშკურები? კოშკურებს ქვებისგან და წაქცეული ხეებისგან ავაგებთ. თან დღესაც გავასუფთავებთ. თურბოზავრებო, წინ! ბული და ტრაკი ქვებს მომზადებენ. თორი და ანკი წაქცეულ ხეებში აგროვებენ და მორებს დაამუშავებენ. ზერკი მე კი უსაფრთხოების ტექნიკას მივაქცევ ყურადღებას. ვინ იცის რა არის მთავარი სამაშველო ჩასაყვინთ კოშკურებში? სამაშველო კოშკურაში ყველაზე მთავარი მაშველია. სწორია. ჩასაყვინთ კოშკურაში კი მთავარია მყვინთავი. სულაც არა. ჩასაყვინთ კოშკურაში მთავარია წყალი. ყურადღება, ტივტივებს იქით გაცურვა, განსაკუთრებით დაცემინება სასტიკად აკრძალულია. მაგარია,
რა მაღალი გამოვიდა? პირველი ვინ გადმოხდება? მე ჯერ უნდა ვივარჯიშო. მეც. გმირებო. ისწავლეთ. შეგეშინდათ არა? სულაც არ შეგუშინებია. ხომასია თორ. ო, ანკი, იქნებ ჯობია ჯერ ტრაქმა ჩაყვინთოს ან ბულმა. ჩვენ ძალიან დიდები ვართ. სიღრმე არ არის საკმარისი. თუ რამეა? მაშველი უკვე ადგილზეა. გმადლობ ზერ. გაგვამხნევე. ანკი, ოღონდ მითხარი, როდის ვიქნებით ზევით, თორემ ჟიჟიცგან თვალები მაქვს დახუჭული. თავიდან მეც დავხუჭე თვალები. მე კი გამახსენდა რომ ძლიერი ტურბოზავრები ვართ და თვალები გავახილე. მართალია. კახელილი თვალები ძალიან საშიში არ არის. ჩამოდით, არ არის საჭირო ჩაყვინთო. ტურბოზავრები არასდროს არ ეხებენ უკან. 3-მდე დაითვალეთ? 1, 2, 3. ყველაფერი გადავიღე, ყველაფერი. არაც ჩვეულებრივი იყო. რა ცუდია. ძალიან მინდოდა ვინმეს გადარჩენა. სამწუხაროა რომ კოშკურა ცოტა მაღალია ჩემთვის და პეჭასთვის, მაგრამ ცოტა გავიზრდებით და მერე მე გადაგარჩენთ არა? 34 თქვენ საძებნელად მოვდივარ. პეჭას ხედა? ბორასაც. აი, ფედია თვითონ გამოჩნდა. ეს უსამართლობაა, რომ არ დამეცემინებინა ვერასდროს ვერ მიპოვიდი. 1 წლის შემდეგაც კი. კარგი რა, როცა მე ვეძებ პირველ რიგში ხეებს ვუყურებ. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეზოში დასამალი ადგილი არ არის. აი ტყეში ადვილად დავიმალებოდი. დეიდან ორა გვიგრძელავს ტყეში სიარულს, გავაგრძელოთ თამაში. ფედია, ახლა შენი ხუჭები. 1, 2, 3, 4, 5. არ მესმის, სად წავიდა? იქნებ ტყეში წავიდა. გახსოვს, გვითხრა რომ იქ ვერავინ ვერ იპოვის. მე ვიპოვი, თანაც ადვილად. ბორია, გინდა რომ მარტო მოძებნა? ის ჩემი ძმა, ამიტომ მე უნდა მოვძებნო. მიშველეთ და მეხმარეთ. ო, ფედია? ბორია, მარტო არ უნდა გაგვეშვა, ახლა რა გავაკეთოთ? მე ვიცი, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. შესანიშნავი კადრია. თქვენი დახმარება გვჭირდება, ჩვენს მეგობრებს ტყეში გზააებნათ. პანიკას ნუაყვებით? აუ! ზერი დასახმარებლად ვიფრინავს. არ ვიცოდი რომ ტყე ასეთი დიდია და ავიღალე. შია. ყველა შია და სტყურია. საინტერესოა ოდესმე გვიპოვიან თუ არა. ვიპოვე, მაგრამ მათთან მისვლა ადვილი არ იქნება. ერთ მხარეს ჭაობია, მეორე მხარეს კი უფსკრული. უფსკრულზე გადავიდეთ. ვაუ, რა მხელა უფსკრულია. ახლა რა გავაკეთოთ? შენ ამბობ რომ შეუძლებელი არაფერია. მაშინ როგორ გადავიდეთ? წაქცეულხეს ხედავ, მისგან ხიდს გავაკეთებ და მეორე მხარეს გადავალთ. ტურბოზავრებო წინ! თორ, მიწადადგებნა იმ ადგილას, სადაც ხიდს გავაკეთებთ. ანკი, შენ ხეს აიღებ და ტრაქს მისცემ. შენ კი ხე უფსკრულის მეორე მხარეს გადააგდე.
ეს დილის ვარჯიშის ბრალია. ახლა როგორ გადავალთ? იდეა მაქვს. იქნებ სრულყოფილი ხიდი ავაშენოთ. აი ასეთი. ბევრად უკეთესი იქნება ხიდი ხიმინჯებზე. ხიდი ხიმინჯებზე. ფანტასტიკა. ზერი დედო, ხიდისთვის ხეები მოძებნეთ, პულ, შენის ხეები აქ მოიტანეთ ორ, ახლა უფრო დიდი მოედანი დაგჭირდება. იქნებ ხიმინჯები მაგრად არ არის ჩარჭობილი. ახლავე გავამაგრებ. ფიცრები გვჭირდება დასაფენად. ანკი, მორები ტრაქს გადაეცი. ის მათ ფიცრებად დაჭრის, შემდეგ ხიმინჯებზე დააწყობს. არ გააღვიძო. იდეა მაქვს, მაგრამ ამისათვის ყველგან მავალი დაგჭირდება. სად არიან ბიჭები? უკვე გვიანია. სად დაიკარგნენ? ჩემი ბიჭები არ არიან. არი ნერვიულო, დახუჭობანას ვთამაშობდით, დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, წამოდით. ბეჯა, ბორა, მიწაზე წოლა არ შეიძლება გაცივდებით. ჭაობი სად არის? საშიში ტყე სად არის? დაგესისმრათ, წამოდით. ღვეზელები მზად არის, მეგობრებით დაპატიჟეთ. მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება? ო, გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.